იმედია კახელები არ გვიწყენენ. ჩვენი ძმები არიან, ძალიან მიყვარს კახელები, სხვათა შორის ძალიან ბევრი მეგობარი. სვანებს არ წინთ ანეკდოტები და კახელები გიწყენ. ხო, მაინც თავს ავიღო მოკლედ და ესე იგი, კახეთზე რომ მიდგება ჯერი მიხოზე და მაროზე რო არ იყოს ანეკდოტი ან თქმულება ან რაღაცა ნამდვილი ამბავი, მასე არ შეიძლება რა. ესე იგი, თუ ყვები, დანაშავე ხარ თუ არ ყვები და მოკლედ მიხო და მაროს რაღაცა დაეძაბათ სიტუაცია, ცუდად არის ეს ქალი, კვდება რა, არ იციან რა სჭირთ, მოკლედ უჭირს რამ მიიყვანა ექიმბაშთან მიხომ, არ უშველა, რაღაცა მამაპაპური ტრადიციებიცა და არ უშველა, კახური ღვინო დაალევინა ბოლო ყველაზე ძლიერი მეთოდიცა და არ შველის კაროჩი არაფერი რა და ადგა და მაიტა მაგის დედაც ვატირე ექიმთან მივიდეთო რა. ხო და რავი დათანხმდა ეს მაროთ სხვა გზა აღარა აქვს, უკვე კვდება ადამიანი, აღარ შეუძლია და ბოლო წუთებს ითვლის მოკლედ და მივიდნენ ექიმთან, ხო და ეხლა სანამ ამ რიგში დგანან ექიმთან ამ მაროს უყურებს ყველა რაღაცა ცოტა ძალიან მახინჯი ქალია მოულელი იქეთ-აქეთ და მოკლედ ყველას ყურადღებას იპყრობს რაღაცა და ეს მიხო ცდილობს რომ ცოტა შორს დადგესო რაღაც არ ცხენია რომ ვაგის გვერდზე დგას რაღაცა და ეს რაღაცა დაგონჯილი ქალი მოკლედ სულ ფეხებზე კიდია ეს მოწესრიგება რაღაცა 2 დღე უწერია ქალს და შეყავს ექიმთან მოკლედ ხმარს უთხრა გარეთ დამელოდეო და მოკლედ ელოდება ეს მიხო ახლა რომ იქნება და რაღაცა ეშველოსო ამ ჩემ მაროს კი უჩხუბობთო სულო მარა იქნება ექიმმა რაღაცა უშველოსო და გამოყო ექიმმა თავი კაბინეტიდან მაროს მოაცილებს და ეუბნება რომ ცოლი გარეთ დარჩეს და მეუღლე შენ შემოდიო და ადგა ეს მიხო ახლა და შევიდა და უკვე გონია რომ რაღაცა დარხეული აქვს რომ უკვე ხვდება ქალი მარტო რო იბარებს ესე იგი რაღაცა ცუდი უნდა უთხრას და შევიდა მიხო მოკლედ გამოიხურა კარები და ექიმი ეკითხება ცოტა მეუხერხულებაო მაგრამ ექიმი ვარ და მიწევს ასეთი კითხვების დასმაო მოკლედო და რამდენად ხშირად გაქვთო ერთმანეთში ურთიერთობაო მოკლედ ცორქულ მოვალეობას რამდენად ხშირად ასრულებო რა სექსიო ან კი ბატონო ხო და რამდენად ხშირად გაქვთო ეს სექსი და მიხომ რა ვიციო მოკლედო ერთი თვეში ერთხელო რა არ უსწორდება ახლა მახინჯ ქალთან და აი ზუსტად მაგაშიაო პრობლემა ჩემო კარგო ესე იგი უფრო ხშირად უნდა გქონდეთ სექსი თორე დაიღუპება შენი მეუღლეო და დამწუხდა ახლა მიხო არ იცის რა ქნას მოკლედ და ჩამოუშვა ყურები მოკლედ გამოდის კაბინეტიდან და ახლა მარო უყურებს რომ ასეთი დამწუხრებულია რაღაც აინტერესებს რა ხდება ხო და ვაიმე მიხო რა ხდება აბა გადაურჩებიო რაღაცაო და რა გითხრაო ექიმმა და მიხო გამოდის და კვდები შენი დედაცო გაიზა რა ვერ გაურისკა მაინც ბოლომდე მოკლედ არა და ეგ თუ წამალი იყო არ ვიცოდი კაცო აბა აი